მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ, მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და ჩვენი დღევანდელი გაშლა იქნება შემდეგი. სად და როგორ იპოვით გამოსავალს? შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერი სიტუაცია, დაკავშირებული იქნება ეს პირადთან, სამსახურებრივთან ჯანმრთელობასთან თუ სხვა რამ. 4 ვარიანტი გვექნება, სხვადასხვა ვარიანტზე შეგიძლიათ სხვადასხვა სიტუაცია ჩაიფიქროთ და ვნახოთ, რას გირჩევთ ტაროს, სად იპოვით გამოსავალს, რა არის გამოსავალი. როგორ იპოვით გამოსავალს რაღაცა მოცემული სიტუაციიდან. როგორც ითხარით, გვაქვს 4 ვარიანტი, სხვადასხვა ვარიანტზე შეგიძლიათ ჩაიფიქროთ სხვადასხვა სიტუაცია. გვექნება ესეთი 4 მინერალი: ფირუზი, ვარდისფერი კვარცი, იყოს ნაგერ ამეთვისტო და იყოს სოდორიტი. აი 4 ვარიანტია, მინერალებს ირჩევთ უბრალოდ და აქვე შეგახსენებთ, ვისაც გსურთ ჩემთან პირადი კონსულტაცია, უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ ნომერზე 511131818 WhatsApp-ში ან Viber-ში. მწერთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მირეკავთ, უბრალოდ მომწერეთ და ყველას გიპასუხებთ. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ღამის მკითხველის Facebook გვერდის Messenger-ში. მაშ ასე დავიწყოთ, მოდით დავიწყოთ ვარდისფერი კვარცით, ვინც აირჩიეთ ვარდისფერი კვარცი და ვნახოთ, სად და რაში იპოვით, როგორ იპოვით მოცემულ სიტუაციაში გამოსავალს. ხო, გამოსავალი აქ ნამდვილად მოსაძებნი გაქვთ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გარემოცვას გონია, რომ ფეხი-ფეხზე გადადებული ზიხართ, არაფერი არ გადარდებთ, არ იმჩნევთ, მაგრამ საფიქრალი მართლა ძალიან ბევრი გაქვთ, იმიტომ რომ რეალურად, რასაც თქვენ გარეგნულად აჩვენებთ, რეალურად აი მოცემულ სიტუაციაში, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, ფაქტიურად თავზე გენგრევათ ყველაფერი და აი თითქოს როგორ ხართ, იცით, აი რაღაცა კოშმარი ხდება თქვენს უკახო, თქვენ ზურგს უკან. რაღაცა ფუთფუთი, რაღაცა ნგრევა, რაღაცა ცვლილება, მაგრამ ამას ცდილობთ რომ არ შეიმჩნიოთ, ცდილობთ რომ გარემოცვას ეს ყველაფერი არ დაანახოთ. მოკლედ, ადამიანები რო გიყურებენ თქვენ, შინაურები იქნებიან ესენი თუ გარეული, როდესაც გიყურებენ, ვერც კი მიხვდებიან რამხელა ბრძოლას, რამხელა პრობლემებს გადიხართ რეალურად თქვენ, ხო? მაგრამ მაინც ხართ ესე იმედიან ცხობი რომ გიყურებენ, ფიქრობენ რომ თქვენ ესეთი ოპტიმისტი, ყველაფერს მოაგვარებს, ყველაფერს დაალაგებს, ყველაფერი კარგად ექნება, ხო? აი ვერც კი წარმოუდგენთ ზოგადად ესეთი რაღაცები ემართება ძლიერ ადამიანებს, ხო? მოდით ვნახოთ მოცემულ სიტუაციაში, აი ეს რაღაცა საშინელი ნგრევა, რომელიც თქვენ ზურგს უკან არის. ასევე შეიძლება ეს ნგრევა დაკავშირებული იყოს იცით რასთან. პრობლემები ბევრი აქვს, ერთ პრობლემაზე არ არის საუბარი. შეიძლება აი ვარდისფერი კვარცი ვინც არჩიეთ, შეიძლება ვერც კი ჩამოყალიბდით, ხო? აი რომელი ერთი აგერჩიათ სიტუაციურად, რომ მერე გაშლისთვის გეყურებინათ, ხო? და პრობლემები მართლაც ძალიან რთულია. და მოდით ვნახოთ, რა გამოსავალი შეიძლება იყოს, რაში არის აქ ამ ყველაფერში გამოსავალი. პირველი არის რა? თქვენი უმოძრაობა არ შეიძლება ყოფმანობთ, უმოძრაოდ ხართ, არ შეიძლება აი იცით როგორ ხართ, ზიხართ და ფიქრობთ მომავალზე, რომ აი მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. ეს ძალიან კარგია. ზოგადად ესეთი მომართვა გონების ყველას ვეუბნები ხოლმე და ვაფრთხილებ განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისთანაც მუშაობ ხოლმე, რომ თუ შენ თავად არ მოიხმობ, ხო, დადებით ენერგიებს, ხო? თუ არ ფიქრობ დადებითად პოზიტიურად, ხო? და ფიქრობ ცუდზე მხოლოდ, ის ცუდი აუცილებლად მოვა. სადაც თქვენი ფიქრები არის და იმახსოვრეთ, რომ იქ არის თქვენი რეალობა. თქვენ ვცდილობთ რომ იყოთ ესეთ უფრო პოზიტიურ რეალობაში, მიუხედავად იმისა, რომ სრული კატასტროფა ხდება, ხო, თქვენ ზურგსგან. კიდევ შეიძლება რაღაც ადამიანები არიან, ხო, ეგ მე ბევრი სიმასქენი, რაღაცა ღალატის ამბავიც არის, ხო, შინაური ადამიანებისგან. აი ხო, ეს უნდა მეთქვა აუცილებლად, ხო, რომ რაღაცა შინაური ადამიანებისგან არის რაღაცა ღალატი. თითქოს აი თქვენ ზურგს უკან რაღაცები ფუთფუთებენ რაღაცა მეებს აწყობენ, ხო? და დრო არის მე მგონი რომ თვალები აიხილოთ და დაიწყოთ მოქმედება. ნუ ყოყმანეთ კარგია პოზიტიურად ფიქრი, მაგრამ აი ამ პოზიტივისკენ აქ კიდევ პირადში რაღაცა პრობლემები, ხო, რაღაცა იმედგაცრუება, და თითქოს არაფერი აღარ გინდა. და იცით როგორ ხართ, აი არაფერი აღარ მინდა, რაც იქნება, მომავალში ვიცი ყველაფერი კარგად იქნება და არ მოქმედებთ. აი ეს გაშლა ის ვარიანტი არის აი ამ ასეთი ადამიანებისთვის. და თუ თქვენ ესეთი ადამიანი ხართ, პირიქით თქვენ უნდა იმოქმედოთ გამოსავალი სწორედ ამაში არის. აი ეს ნაბიჯ-ნაბიჯ, ნამარცვალი დღესვე უნდა ჩააგდოთ აი ეს
პირველი მართალი რომ დაიწყოს გაგვიღვივება თქვენს მოქმედებაში. უმოქმედება თქვენ ყველაზე მეტად დაგრუპავთ. ნურს იმაზე ხუჭავთ თვალს, იმიტომ რომ თქვენ ბევრ ადამიანზე ვიღაცებზე შეიძლება ეჭვიც გაქვთ, ხო? ვიღაცებთან ეს ძალიან რეზონირდება იმ თვალსაზრისით, რომ ეჭვი გაქვთ, რომ ძალიან შინაური ადამიანები ღალატობენ, გატყუებენ რაღაცას, რაღაცა შეთქმულების თეზესენია თქვენს წინააღმდეგ, მაგრამ ამაზე ვითომ თვალს ხუჭავთ. არა, აი უნდა იმოქმედოთ აუცილებლად. აი ესეთი გამოვიდა პირველი ვარიანტი, იმედია მოგეწონათ, ველოდებით თქვენს გამოხმაურებას პირველ ვარიანტებო და მოდით ახლა გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი მოდით იყოს სოდოლიტი, ვინც აირჩიეთ, აი რა სიტუაციაც აირჩიეთ სოდოლიტზე. ნახოთ აქ რა ხდება, რაში არის გამოსავალი, სადიპოვით გამოსავალთ, რაში არის გამოსავალი. ну სიტუაცია აქ უფრო ემოციური არის, უფრო გზნობებთან დაკავშირებული არის, ოჯახთან დაკავშირებული, შეიძლება ეს ოჯახის წევრს ეხებოდეს, პარტნიორს ან სხვა ოჯახის წევრს, ძალიან ახლობელ ადამიანს, იმიტომ რომ ძალიან ემოციურ დონეზე არის აი ეს სოდოლიტი, ვინც აირჩიეთ, აი ეს თქვენი სიტუაცია, ძალიან ემოციური არის, ძალიან ემოციურად მოქმედებს თქვენზე. აქ მამაკაციც ჩანს, მამაკაციც ამოვიდა, რომლის მოლოდინშიც ვართ, თქვენ წახვედით თუ ის წავიდა, ეს არის საინტერესო. ხო, აქ კიდევ ფრთხილად უნდა ვიყოთ მეორე ვარიანტზე, აი ეს მამაკაცი, ან თუ თქვენ მოგიწიათ წასვლა, თქვენ თვითონ გაიქცეთ, ან მამაკაცი გაიქცა, ანუ აქ რაღაც მიჩვენებს, რომ თქვენს გაიქეცით, იცით? იმედია რომ არა სიტუაციისგან, არამედ იმ მდგომარეობისგან, ამ მდგომარეობაშიც იყავით, აი თქოს ყველაფერს დაყარგინდათ და მივიდივარ. აქ ცოტა მიაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ ენერგეტიკა რამდენად სუფთა არის აქ. რამდენად სუფთა არის აქ, აქაც გარკვეული სამთა კავშირი არის, მაინც მეორე ვარიანტებო, პირველ ვარიანტს, ანუ ვარდისფერ კვარცებს მოусმინეთ. აქ თქვენს წინააღმდეგაც გარკვეული შეთქმულებები არის, თითქოს აი გადავარგება გინდათ, თითქოს წასვლა გინდათ, საერთოდ მოშორეთ ყველაფერს, ენერგეტიკა ნახეთ აუცილებლად, არ იყოს რაიმე ენერგეტიკული ზემოქმედება, ხო, არ მოყვარს ხო ვიცით ეს ჯადოები და მსგავსი რაღაცები ესეთი სიტყვების გამოყენება, მაგრამ მაინც ნახეთ გადაამოწმოთ ენერგეტიკულადაც შეიძლება საკმაოდ დასუსტებული ხართ და გაქცევა გინდათ ყველაფერსგან, აი ნახეთ რა ხდება. თქვენ გჭირდებათ რეალურად კი გაქცევა არა, თქვენ გჭირდებათ განმარტოება. რაღაცა ძალიან დიდი ქაოსი არის ახლა აი ამ სიტუაციის გარშემო, რომელშიც ხართ გახვეული. თქვენ გამოსავალი არის რაში, თქვენ ახლა უნდა განმარტოვდეთ და ასე თქვა დასახოთ სამომავლო გეგმა კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც ჩაიფიქრეთ. რას ვაკეთებ, როგორ მოქმედებ, საით მივდივარ და გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. უნდა შემოწმოთ ყველა დეტალი. სპონტანური მოქმედება აქ თქვენ ახლა პირველ ვარიანტში მაგალითად კი გითხარით რომ მოусმინეთ თქო, ხო? აი ვარდისფერ კვარზე იყო, რომ აქ უნდა იმოქმედე, მაგრამ აქ კიდე რას გვეუბნება, ხო? მოусმინეთ იმასაც აუცილებლად გამოგადგებათ საერთო სურათს კარგად დაგანახეთ. უბრალოდ აქ კიდე რას გვეუბნება, რომ აქ შეჩერდი, დაფიქრდი, გაანალიზე, დეტალები ახლა ეშმაკს ძინავს დეტალებში, ხო? აი ზუსტად ეს მდგომარეობა არის, თუ თქვენ გაჩერდებით, თუნდაც აი 2-3 დღეც რომ ახლა ცოტა ხანი ვიღაცა შეიძლება რამდენიმე საათი საკმარისი იყოს იმისთვის, რომ აი ერთი დღე სადღაც ბუნებაში გახვიდეთ და აი იქ შეხედოთ, ხო? აი ამ სიტუაციას თუ სხვა თვალით. ისე არა, რომ ვიღაცა კარნახობს გეუბნება, ასე ჯობია, ისე ჯობია, სხვებს ნუ უსმენთ, თქვენ უნდა დარჩეთ საკუთარ თავთან მარტო. მოусმინოთ თქვენ სურვილებს, თითქოს რაღაცას გაკეთება გინდათ და ვიღაცა გაფერხებთ გეუბნებათ, არ გააკეთო, არ გადადგა ეს ნაბიჯი და მსგავს. აი ამის გაანალიზება. ჯერ უნდა მოусმინოთ თქვენ სურვილებს, აწონთ რა არის თქვენთვის კარგი, რა გზით მიდიხართ აი ამ კონკრეტულ სიტუაციაში და აი აქ უკვე დაინახავთ იმ დამალულ ეშმაკებს, რომელიც არის აი აქ სწორედ დეტალებში და რომელიც გამორჩენილი არის. ანუ ამ ვარიანტში სოდოლიტი ვინც აირჩიეთ, ჭირდებათ შეჩერება, დაფიქრება და ყველაფრის თავიდან გაანალიზება კონკრეტულად თქვენ სხვების კარნახის, სხვების ტვინის გურღვის გარეშე თქვენ თვითონ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და დაინახავთ კიდევაც აი იმ ჩავარდნებს, რომელსაც აქამდე ვერ ხედავდით. დიდი ალბათობით ეს იცით რა არის, მე პირი აქ ამოვიდა ხო, რაღაცა სამთა კავშირი, ანუ სამი ადამიანი, იქ რაღაცა ლაპარაკები, იქ ჭკუის დარიგება და მსგავსი რაღაცები, მოკლედ გზას იმაშებიან, გზაკვალს გირევენ, ამიტომ თქვენ თავს უნდა მოусმინოთ. აი, ასეთი არის აქ გამოსავალი, ეს იყო სოდოლიტი, ვინც აირჩიეთ, ხო? ველოდებით თქვენს გამოხმაურებასაც, როგორ და რამდენად რეზონირდა თქვენთან, რა სიტუაცია არის თუ დაწერს, მით უმეტეს ძალიან საინტერესო იქნება.
გადავიდეთ შემდეგზე. მოდით შემდეგი იყოს ამეთვისტო ვინც არჩია, რა მდგომარეობა არის აქ, რა არის გამოსავალი, რას და როგორი პოვით გამოსავალს. ნახოთ. ეს რა დღეში ხართ აქ? ეს რა დღეში ხართ აქ? აქ ყველაფერი თქვენზე არის დამოკიდებული. თქვენ ახლა აქ ისეთი შეგრძნება გაქვთ, თან ძალიან ბევრი ხალხი. ძალიან ბევრი ხალხი. მესამე ვარიანტებო. თქვენ პირველს, მეორეს კი არა, პირველ ვარიანტს მოусმინეთ. აუცილებლად ვარდისფერ კვარცეთს მოусმინეთ. თქვენ სულად შეგივსებთ ესეც. ძალიან ბევრი ადამიანები არიან თქვენს გარშემო და აიცით როგორ ხართ. აი, თავი ამიხადაო, ხო? 1000 რჩება, მითითება, ასე უნდა, ისე უნდა, ის უნდა გააკეთო, ეს უნდა გააკეთო. ძალიან საინტერესო, არა, მარტო პირველი არა. ორივე ვარიანტი ნახეთ, ვარდისფერი კვარცით და სოდორიტიც. ანუ ყველას მოусმინეთ. ეხლა იქ არ ვიცი მეოთხე ვარიანტში ფილოს რო დავდებ რა იქნება, მაგრამ თუ გნებავთ იმასაც მოусმინეთ. ზედმეტად ბევრი ხალხი ტრიალებს თქვენს გარშემო, ზედმეტად ბევრი ადამიანი ერევა თქვენს ცხოვრებაში და ცდილობს მართოს ან შეცვალოს რაღაცა თქვენს ცხოვრებაში. აქ უცხო ადამიანების ჩარევა ჩანს. აუცილებლად თქვენ ეს არ გჭირდებათ, უცხო ადამიანების ჩარევა არ გჭირდებათ, იმიტომ რომ ნახეთ, ვიღაცა ძალიან ცდილობს რომ ან манипуляცია არის აქ, ან პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ რომ რაღაცას აკეთებს, რა თქმა უნდა, ამის მტკიცება დიაგნოსტიკის გარეშე შეუძლებელია, ხო, ენერგეტიკული დიაგნოსტიკის გარეშე და ვისაც სურვილი გექნება, შეგიძლიათ მომწეროთ და ჩაეწეროთ ამაზე, მაგრამ აი თითქოს იცით როგორ არის რაღაცა გაცვლით ენერგიას, აი ეს ადამიანების ჯგუფი, ან შეიძლება კონკრეტულად ერთი ადამიანი კონტაქტობს თქვენთან და ის კიდევ ვიღაცებთან კონტაქტობს დამატებით, აი ეს ადამიანების ჯგუფი, ორი ან მეტი ადამიანი, უბრალოდ ერთი ადამიანი განსაკუთრებით ამოდის, აქ ფაქტიურად ჭამს თქვენს ენერგიას და მიაქვს თქვენი ენერგია. და გაიძულებთ რომ გაიქცეთ, აი ყველაფერს გაეშოროთ, არა, აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა არის. თან შეიძლება ზოგი ფიქრობს რომ всё მორჩა დამთავრდა ჩემი ცხოვრება, რაღაცა უნაროდ, ლოგინიდან დადგომა აღარ გინდათ. აი ეს ვარიანტი ვინც აირჩიეთ, თუ ესეთ მდგომარეობაში არ ხართ, ხო, აი ფაქტიურად თუ დეპრესია არა, დეპრესიის კარამდე მისული, ჩემოკარგებო, ესეთი რაღაცა არ შეიძლება, ზედმეტ ხმაურში ხართ. ზედმეტ ხმაურში, ზედმეტ ენერგიებში, უცხო ენერგიებში, რაღაცა манипуляტორი ადამიანები თქვენს გარშემო. ეს ყველაფერი უნდა ჩამოიხსნათ, ჩამოირეცხოთ, მოусმინეთ აუცილებლად ვარდისფერ კვარცაც და პირველი მეორე ვარიანტები იყო და სოდორიც აუცილებლად მოусმინეთ და ნახე და საერთოდ სულად შეგივსებთ, იმიტომ რომ აქ რაღაცა ეს არის, ხო? აი ენერგეტიკული ვამპირები ყავთ შემოსეული და აი ესენი გიბნევენ თავგზას, რა გამოსავალს იპოვეთ ახლა კონკრეტულ სიტუაციაში. გაბრმავებენ, გზას გირევენ, არასწორ რჩევებს გაძლევენ და ნუ აი, არ ვიცი, რაღაცა ძალიან ქაოსი არის თქვენს გარშემო. არადა გამოსავალი არის, არადა უბრალოდ იცით რა არის, აი თითქოს დაგაჯერეს თქვენ, რომ თქვენ არც გაკეთება აღარ შეგიძლიათ, ხო? აი თითქოს ამის არადა არანორმალური ძალა გაქვთ თქვენ და მეთქო და ძალის არკანი ამოვიდეს ზუსტად. ხო იცით მიყვარს ახლა ვინც ხშირად უყურებს ჩემს გარშემოს იცით რომ რაღაცას ვიტყვი და არკანი მერე მოყვება, ხო? და ან მიყვარს რომ მიდასტურებს ამას, ამიტომ ჩემოკარგებო, გაქვთ თქვენ ეს ძალა, უბრალოდ ძალიან გავლენის ქვეშ ხართ. ძალიან ცუდი გავლენის ქვეშ ხართ მოქცეული. ველოდებით თქვენს გამოხმაურებას, ძალიან საინტერესო იქნება, როგორც გითხარით, მოусმინეთ ვარდისფერ კვარცაც და სოდორიცაც, საერთოდ სურათს ეს კარგად შეგიხსენებთ ძალიან. და გადავიდეთ მეოთხე ვარიანტზე, ფირუზი. ვინც აირჩიეთ, ნახოთ, სად და როგორ იპოვით გამოსავალს, რა ხდება ახლა მეოთხე ვარიანტებში. აქ რაღაცა საქმეებთან დაკავშირებით კიდევ ძალიან რაღაცა საქმიანი, აი მეოთხე ვარიანტი უფრო საქმიანი ვარიანტია, რაღაცის გადაწყვეტა შეიძლება ეს ბინის გაყიდვასთან დაკავშირებით, გაყოფასთან დაკავშირებით, ნებისმიერი დოკუმენტების სასამართლო რაღაცა საქმე, აი ნებისმიერი, ხო, ესეთი რაღაცები, რაც უძრავ-მოძრავ ქონებასთან არის დაკავშირებული, სამსახური, განსაკუთრებით, იმიტომ რომ აქ კოლექტივიც ამოგდის და რაღაცა აქაც არჩევას ვერ აკეთებთ. ვერ ხვდებით როგორ უნდა არადა მოქმედება არის საჭირო, უკვე იცით როგორ ხართ,
რომ გადაწყვეტ აუცილებლად თუ ფიქრობთ რომ აი მაგალითს მოვიყვან მე რა თქმა უნდა და მე არ მინდა რომ ეს პირდაპირ მინიშნება იყოს, იმიტომ რომ ეს არის ზოგადი გაშლა, ხო? არის თან ვარიანტებზე, მორგებული არის რამდენიმე 1000 ადამიანზე, კონკრეტულად თქვენზე თუ გინდათ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჯობია თქვენთვის პირადი კონსულტაცია იყოს და შეგიძლიათ მომწეროთ, ჩაიწეროთ და გავაკეთოთ თუნდაც ამ საკითხზე, ხო? გაშლა და კონკრეტულად თქვენზე მორგებული რო იყოს, მაგრამ აი ეს კონკრეტული ვარიანტი არის უფრო მატერიალურ საკითხებზე, არის სამსახურთან გადაბარგებასთან, წასვლასთან, შეიძლება მიგრაციაც იყოს, ბინის გამოცვლა, გაყოფა, საბუთები, სასამართლო, აი მსგავს რაღაცეებს გვიჩვენებს. აქ თუ ეხლა აქ პირადი გაქვთ ჩართული, მაშინ გაშორება, ალიმენტი, რაღაცა საქორწინო კონტრაქტი, ქონების გაყოფა, ესეთი რაღაცეები შეიძლება იყოს, ხო? და აქ გიჩვენებთ რას, აქ აუცილებლად უნდა წახვიდეთ, აქ აუცილებლად რაღაცა ძველი უნდა მოიშოროთ, უნდა დაანგრიოთ ძველი სტერეოტიპები, აუცილებლად ამისთვის შეიძლება კონფლიქტიც იყოს, არც ეს არ არის გამორიცხული, თქვენ გეშინიათ, არ გინდათ ამ კონფლიქტებში ჩარევა, თვალს ხუჭავთ ძალიან ბევრ რაღაცაზე, ყველა ხუჭავთ თვალს, არ არის საჭირო. უნდა როგორ ვიცით, კი, აქ შეიძლება მეგობრების დახმარებაც, შეიძლება კომპეტენტური, ეს შეიძლება იყოს ტაროლოგი, ეს შეიძლება იყოს ვინმე მაგი, ეს შეიძლება იყოს ადვოკატი, ხო? ან პროფესიონალი თავის საქმეში, ხო? ადამიანი, არ ვიცი, მაგალითად სადღაც რაღაცა, არ ვიცი, სადღაც თაში გინდათ ნაკვეთი შეძენა და სახკარის. მაგალითისთვის მოვყვას ეს ყველაფერი, ხო? აუცილებლად სამსახურის გამოცვლაზეც ასევე თუ ფიქრობთ რომ აი გადავწყვიტო, არ გადავწყვიტო, არ გადავდგა ეს ნაბიჯი, წავიდე ამ სამსახურიდან, ახალში გადავბარგდე, შევიცვალო საცხოვრებელი ადგილი თუ არა, ცვლილებები საჭირო არის აქ. აუცილებლად ცვლილებები არის საჭირო და კომპეტენტური ადამიანი შესაბამისი მიმართულებით თუ დაგეხმარება, თუ სასამართლო, რა თქმა უნდა, ადვოკატის კონსულტაცია, ხო, სწორი ადვოკატის კონსულტაცია, აუცილებლად აქ ენერგიები ძალიან სწორად უნდა იყოს მართული. იმიტომ რომ აქ ნახეთ ფინანსურ ენერგიაზეც რაღაც გარკვეულ, ახლა ფინანსურ ენერგიას რო ვახსენებთ, ზოგს გონია რომ მარტო ფული, მარტო ხელფასი. არა, ამაში შედის სამსახურიც, განათლებაც, აი განათლებაზეც ასევე, ხო, აი წავიდე ჩავაბარო, ვისწავლო აქ თუ არა, რაღაც ახალი ხელობა შევიძინო თუ არა. აი ყველაფერი მსგავსი, ყველაფერი ასეთ მატერიალურად აღვიქვავთ ჩვენ, ხო? აქ ცვლილებები აუცილებელი არის, ოღონდ მარტომ არა, აქ დაგჭირდებათ კომპეტენტური ადამიანის რჩევა, დახმარება. თუ ყავთ, მაშინ გამოსაცვლელია. სხვა უნდა იყოს, ადვოკატი ყავთ, სხვა ადვოკატი უნდა იყოს. მაგალითად, ხო? იმიტომ რომ რაღაცა საქმე ერთ ადგილას არის გაყინული. მოსაძებნი არის გზა არის. შეიძლება ამ ენერგიების მართვა შეგიძლიათ თქვენ, რაღაცა რაც მიღწევადი არის, რაღაცა სიტუაცია, ამ სიტუაციის დალაგება, მაგრამ ცვლილებები აუცილებელი არის და შესაძლოა კარდინალური ცვლილებებიც იყოს აუცილებელი. აი ესეთი გამოგვივიდა ფირუზი, ვინც აირჩია, ველოდებით თქვენს გამოხმაურებასაც, საინტერესოა როგორი ვნირდება თქვენთან. კომენტარებში დაწესოთ თქვათ უკეთესი. ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ უყურებთ ჩემს გაშლებს, რომ ხართ ჩემს გვერდზე, გამომწერებს, ვინც სტუმრად შემოირბენს ხოლმე და ჩუმჩუმად უყურებს ჩემს გაშლებს, მათაც დიდი მადლობა, რომ შემოირბენთ ხოლმე. მეუღლე ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებ.